ახლა მივდივართ ადამიანთან, რომელმაც სიკეთის ერთი დიდი მექანიზმი შექმნა და მთელი მონდომებით ახალ ნაწილებს ამატებს მას და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან ბევრი 4 ხა მეგობარი ყავს. თუ როგორ შეიქმნა ეს მექანიზმი და სიკეთე რასაწავია ესეთი, რომ ვერ აჩერებს მანქანას, ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყავთ, ასე რომ ჩამოჯექით. ესე იგი იყო სიწყნარე და მშვიდობა. აჰა. მოვიდა ვალიკო და იქნა ქაოსი. კარგი ქაოსი იქნა ნამდვილად. სადაც რა ხდება და როგორ ხდება, აი ამ ვალიკოს დამსახურება არის. ვალიკოზე მე თქვენ მერე გესაუბრებთ, უბრალოდ ეხა ამ სივრცეზე მითხარით რა როგორ შეიქმნა. ამ სივრცის ოკუპაცია მოახდინე 6 წლის წინ. ნუ ჩვეულებრივი ეზო იყო ეს და აქ დავიწყე პირველი სახლის გაკეთება. ხო. ამ ეზოში. შემდეგ უკვე იმდენად გაფართოვდა და იმდენად ინტენსიური სახე მიიღო, რომ მუდმივად ყველაფერი კეთდებოდა, ამასობაში სამთრდებოდა, ზაფხულდებოდა, თავზე მათოვდა, მაწვიმდა და ასე შემდეგ. ხო. შემდეგ უკვე გადავხურე, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა რა, ნუ ვერც ნახე ისეთი ადგილი, სადაც გადავიდოდი, იმიტომ რომ მე და კომერცია ძალიან შორს ვართ, რა იდეაში, არანაირი კომერციული ინტერესი დღემდე აქ არ დევს. ხო. შესაბამისად, ესეთი კომერციული ფართების და რაღაცეებიც ვერა და ნუ რაც მქონდა იმის მიხედვით გადავხურე. ხო. ეს აი ყოველი ხელსაწყოა თუ დანადგარია თუ რაც არის, აი ეს არის როგორ იცი, ეს მოგროვებული რაღაცა წიო, ზოგი ნაჩუქარია, ნაყიდი, ან ეს რაც არის სახლები, ყველაფერი აქ ყველაფერი კეთდება აქ კი. აჰა. ამ ეზოში კეთდება ყველაფერი. ამ ეზოში. ეს მადლიანი ადგილია რა, ბარაკიანი. ასეთ ადამიანებს ემსახურებით და აბა როგორ? არა ადეკვატური ვალიკო, მაგრამ ყველაზე საყვარელია. მოჯღანული. კოკოშას რაც შეეხება. კოკოშა არის ალბათ. მაშინდენა ჩვალე. ვალიკო. მე შეხედე იჭიანა მე მგონი. კი, ეს იჭიანია. არა, განშორებას ვერიტას, ეფერები და რომ გაშორდები, მე შეიძლება გაიძულოს, რომ მოდი კიდევ მოვხდები. მოგესალმებით, ჩამოჯექის დღევანდელი სტუმარი არის ზაქარას კეთილი მანქანის სულის ჩამდგმელი და შემქმნელი ზაქარია დოლიძე და მასთან ერთად დღეს ვისაუბრებთ ზოგადად როგორ დაიწყო ყველაფერი თავიდან, როგორ შეიქმნა, რა გახდა მიზეზი და დღეს რა აქტივობებს ახორციელებთ და რა გაქვთ გეგმები, ეს ყველაფერი გვაინტერესებს. დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და ინტერესებისთვის. ძალიან ბევრი კითხვა იყო, მაგრამ ნელა მივუყვეთ, კაი. კი, ნელა მივუყვებით და მე ხო, რა თქმა უნდა, ჩამოჯექით ყავასთან, ან რაც გაგიხარდებათ იმასთან ერთად და გვისმინეთ. მაგრამ ბატონ ზაქარია, მე სამუშაოდ გადავალთ ეხლა თემაზე, უნდა მივმართო. სპონსორები არ გვყავს. და გვეთყობა ეს ამბავი. და მინდა რომ მივმართო ჩვენს მეგობრებს, რომ რაღაცნაირად დაგვეხმარონ, უფრო მეტად რომ განვითარდეთ და ხელდამშვენებული რომ მოვიდეთ მასპინძელთან და თვითონ არ დაგვარებინოს ხალხა. ჩვენ იქეთ მოვუტანოთ რაღაცები. ხო, მადლობა. და აი, ხომ მეთანხმებით სპონსორის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერს უნდა თავისი ხაზინად არის სპონსორი. ხო, კი ბატონო. ეთანხმებით ამაში უეჭველად. თავიდან რით დავიწყოთ იცით ზაქარია? აი, ზოგადად ვინ არის ზაქარია? ზაქარია არის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ძირითადად მოკვდავს მიზახმოვნა ჩემ თავს. სამი შვილის მამა, პროფესიით რეჟისორი გახლავართ. აჰა. დასაქმებულიც ამ განხრით. ნუ ძირითადი საქმიანობა ჩემი ეს არის. თუმცა საქმე რამაც დღეს თქვენ ჩემთან მოგიყვანათ, იმდენად გადაჯაბნა ჩემი ყველაფერი. ირადიც, პროფესიაც და კარიერაც და ამ შემდეგ რომ გაიქცა ლიდერად ესე ვთქვათ რა და ზაქარია დოლიძე დღეს ვისაც არ უნდა კითხო, ყველა მიცის რომ არის ერთი კაცი რომელიც კომბლებს თრის და ჭერში აწვევს. ასე თქო ჩემი კომბლები არის სახლოკები, რომლებსაც ვაკეთებ და მეხმარები ჩვენს ეხლა მეგობრებს. კი ბატონო, ძალიან კეთილ საქმეს აკეთებთ ნამდვილად. ოჯახის ახსენეთ თქვენ და ოჯახის ჩართულობა როგორი არის თქვენ საქმიანობაში?
რა არის ცით, მადლობა ღმერთს იმ კუთხით, რომ გამგებიანი ოჯახი. ხო, მნიშვნელოვანია. თუ არა და სხვანაირად არ გამოვიდოდა და ვერანაირად იქნებოდა, იმიტომ რომ რასაც მე ვაკეთებ და რა დანახარჯით ამ ხრივ მე მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ოჯახი ამას უბრალოდ არ შეეგუებოდა რა. კი. და ჩემი ოჯახი შეეგუა კი არა პირიქით, გულშემატკივარიც გახდა და გვერდით მიდგას. რომ მე რაღაცა კუთხით აღმოვაჩინე ჩემი ცხოვრების რაღაცა გზა. ხო. სადაც თავი ვიგრძენი უკიდურესად კომფორტულად, რა ესე ვთქვა. მადლობა ღმერთს, ანუ ყველას ადამიანს გვეპარი რა არის, ხო არის რაღაცა ყველაფერი შედარებითია რა. კი ბატონო. ყველა მინისტრი ვერ იქნება და არც უნდა იყოს. აბა. ხო, რაღაც მიმართულებებს და რაღაცებს ამოვიჩოთ ხო. ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენი რაღაცა გზა, რომელსაც რაღაცა ალბათ განგება ვიმზადებს და აქ უნდა გაგვატაროს და. კი ბატონო. მე ამ შემთხვევაში ეს გზა მაქვს და ჩემი ოჯახით გვერდით მიდგას და მადლობა ოჯახო მადლობა. მადლობა ოჯახს ამ კეთილი საქმის ხელი შეწყობისთვის მოკლედ. ჩვენ შემოვედით თქვენთან თქვენ სამფლობელოში შეგხვდა ვალიკო. ვალიკო, ვინ არის ვალიკო? რა წვლილი მიუძღვის ვალიკოს ამ ყველაფერში და როგორ მოხდა? რაღაც ძაღლი ახსენეო არ არის? ვალიკო სადა? ვალიკო არა ყავს, სადა აქ იყო. ვალიკო შეგწევს, ეგ გამოიყოლეს თელს. ჩემო ლამაზო. ძალიან ლამაზია. აბა ვალიკო. ესე იგი, სადაც სულ ამბობ ხოლმე, რომ იყო ბნელი და უკუნე, მოვიდა ვალიკო და მოახდინა რევოლუცია კოკოში. ვალიკოს ისტორია როგორ კოკოშა ამას გააღეს პირს და შესანსლავს. შესანსლავს, ასე არის ზოგადად ძაღლები სასწავლენ. მოდი ცოტა მიირჩი, აქედან მოდი, აქედან. აი ხა ვალიკოც. ესენი არიან ჩემი რა გითხრა, ვალიკო არის იდეის ავტორი, ამფუძნებელი, თანაორგანიზატორი. ხელფას თუ იღებს ვალიკო კაც ამ ყველაფერს? უხელფასოდ მუშაობ ორივე. არც ერთ ხელფასი არ გაგვაჩნია. და სულ ამბობთ ხოლმე, რომ ამაზე მეტი სხვა სპონსორები თქვენს გჭირდებათ ესე იგი, ჩემი აღარ. არის სპონსორი ჩვენ პირველი დღიდან ჩვენი мотиваცია არის ის, რომ ადამიანებში გავაღვიძოთ ზალა და სტიმული. იმისათვის, რომ აი ალბათ ამაზე ვისაუბრებ. კი, ვისაუბრებ. და ზოგადად რამაც გამოიწვია ეს აქტივობა, იყო ის, რომ ადამიანებს იმდენი რამე შეგვიძლია, რასაც არ ვაკეთებთ. და ხშირ შემთხვევაში მე ვაბრალებთ ვიღაცებს რა. ხო. ან კოკოშ, აქეთ მოდი აქ. ან ვიღაცას, ან რაღაცას, ან თავრობას, ან ვიღაცას ყოველთვის აი ეს რო იყოს ჩვენ საბანს დაგვაფარებდა. და რეალურად სხვისკენ ვიშვათ ხელს ხოლმე. იმასაც ვერ ხვდებით ხოლმე, რომ იმ საბნის დაფარება ჩვენც შეგვიძლია ხანდახან რა. ეს სახლი და ფუძე თუ რა ვიცი ჩვენი ისტორია სულ უკიდურესად ცხოველთ მოყვარულები ვართ რა და ვალიკოს რაღაცა ისეთი ისტორიით აღმოჩნდა. ეს ყავდათ თქვენ თუ აიყვანეთ თუ რა როგორ აღმოჩნდა ჩემ ხელში ცოტა ისე რა საოცრად. ხო. ეხლა აღარ ჩაუღმავდები და დეტალები და როგორ იყო. ვალიკო გვაჩუქეს. ოკეი. და სულ რამოდენიმე თვე არც იყო გასული, დაემართა ძალიან მძიმე დაავადება. რაც ძირითადად ლეკვებში ემართებათ ხოლმე რა. და იმდენად მძიმე ფორმებში ქონდა ეს დაავადება, რომ ვალიკო თითქმის არ არსებობდა უკვე. ხო, ოღონდ ძალიან გამწვავებულ ფორმაში. ხო და მოკლედ დასახმარებლად რა უნდა მექნა და ეს სოციალური ჯგუფებში გავწევრიანდი. ხო. თორემ მე არც ვიყავი ამ ჯგუფებში დიდად რა, აქტიურად ჩაფლული და რაღაც. ხო. იქ რო გავწევრიანდი, მან დაიწყო ჯოჯოხეთის იმასე რო გითხრა რა. იმიტომ რომ ხით რას გულისხმობთ? რეალურად დავინახე ის, რასაც ვერ ხედავდი იმდენად. ნუ ხედავდი რომ ქუჩაში ცხოველები იყო, ხედავდი რომ ესეთ ცუდი მდგომარეობა იყო, თუმცა მეგონა რაღაცა ჯგუფები, ადამიანები, ვინც რაღაც აქტიურად ზრუნავდა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ფაქტი იყო, ნუ ვალიკო გადავარჩინე, ეს სოციალური ქსელები შემომრჩა. ხო. და მე მაინტერესებდა, იცით რა, რომ აი სოციალურ ქსელებიდან რა ინფორმაცია მიიღეთ თქვენ ისეთი, რამაც ანუ რა იწერებოდა, რაღაც შეიძლება ვიღაცის ვისაც ძაღლი გყავს, ვიცით რა პრობლემები არის ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც ძაღლი როცა გყავს, კიდე გიმძაფრდება.
რაღაცა ეგ ემპათია თუ რაღაც ძაღლების მიმართ. აი ვისაც არ ყავს იმათ რომ ავუხსნათ, რომ აი რა იწერებოდა, რა წაიკითხეთ, რა გაიგეთ სოციალური ქსელები. რა არის ცოტა ესეთი ღრმა საკითხი, მოდი ვაჭამოთ. ვაჭამოთ, ეს იყოს კოკოშასი. მაინც არ აცდება მაგრამ. კი, კოკოშა ბედნიერი იქნება. ხო და როგორ რაღაცა იცით ეს ჯგუფები ზოგადად ღრმა თემაა რა. და დღეს მონაცემებით რო გითხრათ, უწევთ ძალიან ბევრი ჯგუფი უბრალოდ დატოვებული მაქვს რა პირადად მე. იმიტომ რომ ვერაფერი იქ რაღაცა ის რაც უნდა მენახა და პირიქით ეს ტრაგედია რაც ხდება უფრო გამიმძაფრდა და დილა იწყება ამით. ოშმარით და მთავრდება რაღაც. არა მიყვარს რა. მე მიჯნები ყოველთვის. ხო და სოციალურმა ქსელმა ერთადერთი ის განაპირობა რომ დღემდე შემომდის ინფორმაცია თხოვნებთან დაკავშირებით. სხვანაირად ვერც დამიკავშირდებიან უბრალოდ რომ რაღაცა დახმარების ხელი გაუწოდო. მე რა მინდა იცით ახლა რომ გადავიდეთ რაზე. მინდა პირველი ძაღლი რომელსაც თქვენ სახლი აუშენეთ თუ გაუკეთეთ. აი ამ ძაღლზე მინდა მომიყვეთ და იმ ემოციაზე მინდა მომიყვეთ რაც თქვენ მაშინ მიიღეთ იმ ძაღლისგან. რამაც ესე ვთქვათ კარგი გაგებით მოგწამლად და ამ საქმეში შეგათრიათ რა. ძალიან ემოციური იყო. აი ზუსტად ეგ თემაა. ნუ ვალიკო გადავარჩინეთ და შევჩამეთ ეს სოციალური გვერდები თუ ჯგუფები. ნუ ერთ-ერთი ჯგუფია და ამ ჯგუფში იწერება პოსტი რომ ერთ-ერთი ცუგრუმელა რომელიც ცხოვრობს ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ სკვერში, ნუ სამფეხაა თან რა, ძალიან საყვარელი, დედა ცუგა, დაყარა ლეკვები და შემოდგომის პირია უკვე საკმაოდ ცივა. ცივა, პენდეთ. ტალახიან ზედაპირზე მიწაზე დაყრილი ყავს ეს ლეკვები და ადამიანები წერენ რომ მათ უნდა დახმარება. ნუ რადგან ეხლა ესეთი ჯგუფია რომ რაღაც თან სახელწოდება აქვს. აჰა. მე ეგრევე ჩავთვალე რომ მეთქი ამას წამებში დაეხმარებიან ყველა. ხო. ნუ ავსკროლე ესე ვთქვათ რა. იმ იმედით რომ უეჭველი დაეხმარებოდნენ. ხო. ის დღე დამთავრდა საღამოს მოგვიანებით და კიდე დაიდო მეორე პოსტი ზუსტად იგივე თემაზე რომ უჭირდება დახმარება. ვახ მეთქი რაღაცა მეორე დღესაც დაიდო ეს პოსტი რომ იქნებ ვინმე დაეხმარა. არ გამოჩნდა არავინ. ხო. და აი ჩემთვის იმდენად აი რა გითხრათ რა ცუდი იყო პროტესტი გამოიწვია, იმიტომ რომ როცა მე ვხედავ რომ აი დაუშვათ ვალიკოს თვალი წერია და უჭირს რაღაცა. ხო და მე მივედი მასთან უღებ სურათს, მე ვიგონებ რაღაცა ტექსტს, კდემამოსილს, რაღაც მონოლოგს ვაკეთებ სენდიანს. აი ამდენ რაღაცას ხო შეგიძლია ძალიან მარტივად რაღაცა თუნდაც გაიხადე ან რაღაცა. რა რიცით შეგიძლია? დააფარე, ან უბრალოდ მოკიდე ხელი და მშრალ ადგილას გადაიყვანე რა. კი ბატონო. ეს იყო ჩემი ძალიან დიდი პროტესტი რა. ხო. წამოვიდი სახლში, აი აქ ახლა სადაც ვართ, ჩემ მშობლებს დაუშალე დიდი კარადა, ძველი კარადა ჰქონდათ, დემდე ნაწყენია მამა ჩემზე, მაგრამ ეგ არაფერი. ხო და იმდენი სიკეთი აკეთეთ, პერიოდში მგონია რომ ისყენა უკვე არა. ამ კარადისგან გავაკეთე ძალიან სასაცილო სახლი. ეს კედლები და სახურავი. ხო. და წავიღე და მიუტანე ამ ცუგრუმელას, უკვე ღამდებოდა რა, ეს ბინდდებოდა. ხო. ისეთი ის იყო დღის მომენტი. დამხვდა ადამიანები, ვინც გაავრცელა ეს პოსტი, რომ ეს დახმარება გჭირდება და ეს ცუგრუმელა თავის ლეკვებთან ერთად ზუსტად იმ ადგილას რა, სადაც იყო. ესე იგი კადრი არის ესე, მივდივარ, მიმაქვს სახლი, დებ, დედა ცუგა მოდის, ამ სახლს წრეს ურტყავს, თან ყველას გვაკვირდება ეს. ხო. იმით დადის, როგორ ქვია მაგას? ცალიფეხი. ხო, ასკინკი. ასკინკი. კინკი დადის და თავისივე ლეკვებს კიდევ პირს შეყავს სახლში. თვითონ. აი, ზრუნველობა როგორ. მე მოდის ჩემთან. აი ამებში ეს ფეხებში თავს მიყოფს რამოდენიმე წამი. და ისევ შედის თავის შვილებთან და სახლში ძრება. მადლიერების რამხელა? ეს ისეთი ამბავი იყო, არ ვიცი, მთელი გზა ხო ზლუქუნით მოვედი სახლამდე, მაგრამ იმდენად ემოციური იყო ჩემთვის, რომ არ ვიცი, ალბათ ესე უნდა ყოფილიყო. და აი მანდ მივხვდით, რომ მე საქმე უნდა ვაკეთო? მანდ მივხვდი არა. არა. მანდ გავასაჯაროვე ჩემი გრძნობა და ემოცია იმის მხრივ, რომ
ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რასაც არ ჭირდება მაინც დონაცია, ვიღაცის დახმარება ხდები, რაღაცა საგრანტო პროექტი, რა თქმა უნდა, ესეც კარგია. მაგრამ ჩვენ თვითონაც შეგვიძლია რაღაცა გავაკეთოთ და დავწერე იქ მოწოდება, რომ აი მე მაგალითად ჩაქუჩი მაქვს, ვიღაცას ძველი კარადა აქვს სახში. ხო? ვიღაცას რაღაცა აქვს. მოდი გავერთიანდეთ, გავაკეთოთ Facebook გვერდი, დავარქვათ რაღაცა სახელი, ერთმანეთის უსწრო ადამიანებმა. წამოვიწყოთ ეს თემა და დავეხმაროთ ცხოველებს, ადამიანებს, ხდები, ანუ ჩვენივე რესურსით თან კეთილსაქმეში გავერთიანდებით და თან სამყაროს უფრო რაღაცა დადებით მუხწვათ. ნამდვილად. იმდენად კარგი გამოხმაურება ქონდა და დადებითი, აი ვერ გეტყვი რა. მაშინვე აი სალომეს დღემდე იკნაველიძე, აი საოცარი ბავშვია, რომელიც აი პირველი იყო, რომელმაც Facebook გვერდი გააკეთა რაღაცეები და დავიწყეთ მუშაობა ერთმანეთის უცხო ადამიანებთან. შემდეგ უკვე ისე მოხდა, რომ აი აიტაცა საზოგადოებამ რა, დავიწყეთ რაღაცეების კეთება, ინფორმაციების გაცვლა, ერთობლივი აქტივობები და დაიძრა. აი რაღაცა ცივი ყინულის რაღაცა მასა გაალღვა. იქ იყო რაღაც თავი. მე როგორც ჩვენი ჩვევა ზოგადად ეროვნული, ტრადიციული, გაფუჭებული, ცუდად ვიტყვი, მე რაღაცები გვიუფერულდება ხოლმე რა. და მე ისეც ხდება, რომ პროცენტულად რაღაც სიკეთე სილენჩეში გადაგვდის და რაღაცა აღვიქვავთ სიკეთე სილენჩეთ და რაღაცების გამოყენებაში გადავდივართ და ესე დაიწყო მე თავიდანვე გავაკეთე ტურნეები რა. ვქირავდი სამარშრუტო ტაქსებს, ვაკეთებდი ბევრ სახლებს, დავდიოდი რაიონებში, თემებს ხდებოდი სკოლებს, ერთობლივად ვაკეთებდი ღონისძიებებს, რომ ყველას ეზრუნა საკუთარ უბანზე, საკუთარ სოფელზე თუ რაიონზე რა მნიშვნელობა აქვს. რომ თავარი მოწოდება ის არის, რომ მე რაღაც ჩემი პროფესიად ჩავდი ამ ხრივ და რაღაცა ისენი მქონდა რა, წარწერები მანქანაზე ყოველთვის, message box-ი, აი დღესაც კი. რაღაცა ინფორმაციების ცვლები მიდის ამ მნიშვნელოვანია საერთაშორის აი. წარწერები აქვს, ეს ბავშვები წერენ მე თავის შეხედულებებს, უგზავნიან სხვა ვიზიტორებს უკვე და ერთ-ერთი პრინციპი არის ის, რომ თუ ამბობთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენი, ესე იგი ჩვენი მოსავლელია. ხო. ანუ ამ ლოზუნგით ვაკეთებთ რაღაცა აქტივობებს ხდები და სხვადასხვა ლოზუნგებს ვაკეთებდი რა, აი საქართველოს მინდორველი ჩვენი არის მოსავლელი. თან მოსავლელი და თან მოსავლელი. კარგია ძალიან. რამდენ მიუსაფარს აქვს უკვე თქვენი სახლი? თქვენი დადგმული და თავის სახლი უკვე. ბევრს და რა ვიცი. აი რამდენს აქვს, აი თუ კი იცით და დაახლოებით რა თქვა. ან რა ლოკაცია აქვს ზაქარას კეთილმანქანას, ასე თქვა დაპყრობილი. საქართველოს მე გეტყვით, რომ ჩემი დამზადებული სახლი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას. კაი რა, რა სამბო. და წარწერები აქვს. ეგ როგორ მოხდა? ძალიან გემრიელად მოხდა ეს. მაინტერესებს ეგ გემრიელობა. ძალიან კარგად მოხდა და თან იმდენად კარგად მოხდა, რომ თავიდანვე ესეთი არ გავაკეთე ძალიან დიდი. ინფორმაცია არ გავასაჯაროვე. ხო. აი, როცა სტუმრობ ამ სკოლებს და რაღაცებს, ერთ-ერთი იყო გამოხმაურება, ჩვენ სოციალური ქსელი უკვე მას აღარ აქვს საზღვრები ხდები და ყველგან მიდის და მოდის ინფორმაცია. და ეს ინფორმაცია როგორც ერთი ქვეყანაა, ხო? გასაჯაროვდა და ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს კეთილმანქანას, იგივე აფხაზეთიდან იქნება, ოსეთიდან იქნება თუ თითქმის მთელი, რავი, დედამიწიდან, იმიტომ რომ National Geographic იყო აქ სტუმრად. აი, გამბები მაინტერესებს გამოხმაურებები, ხო? იყო ჩვენი სტატია რამდენი ხანი ნამდვილი Forbes-ის იქვა. ნამდვილი ხა. და დოკუმენტური φιλმები გადაიღეს და მთელი ამბები რა. აფხაზეთში ეგრე მოხდა ზუსტად. გამოთქვეს სურვილი. დაგიკავშირდნენ იქედან? იწერებოდნენ რომ ნეტა ჩვენთანაც მოხდეს ესეთი რაღაცო რა. ხო. და გაუხმაურებლად ეხლა უკვე შევიძლია თამამად ვილაპარაკო, იმიტომ რომ მომხდარი ამბავია. აი ეს მე მგონი ექსკლუზივს მიყვებით. ხო. ხო, ეგრე გავაკეთე. და იმის რა ქვია, სამეგრელოს ერთ-ერთ სკოლაში გავაკეთეთ სახლი, რომლის მთელი შიდა სივრცე იყო წარწერები. ხო. რომ ეროვნული წარწერები, სასიყვარულო წარწერები.
აქედან გზავნილებით რომ ჩვენ ერთი ვართ, გულები ვართ, მე შენ მიყვარხარ მთელი ამბები რა. და ეს სახლი წავიდა იქ. როგორ წავიდა ეს კიდე სხვა ამბებია. იქ რო წავიდა და იქ რო დაიდგა, იქ მიიღეს და იქ უკვე გარედან გააფორმეს ეს სახლი. და გარედან გააფერადეს. აი ხმა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ აი ძაღლის სახლი და აი მეტი საქმე არ არის. ხო იცი არიან და სულ იქნებიან, კი. უნდა იყვნენ ეგეთები აუცილებლად. მაგრამ როგორი მომენტია იცი აი მარტო აი ამ ამბად მიიღირს ყველაფერი რა. არა ძალიან მაგარი ამბავია. იმიტომ რომ აი ერთმა ძაღლის სახლმა ამდენი ბავშვის ემოცია რაღაც სიყვარულისკენ შეატრიალა რა. აპოლიტიკური ყოველთვის ვიჯნები ეს რაღაცებს. არ მაინტერესებს არაფერი. გამიჯნული ვარ. ნუ ჩემი პოზიციები რა თქმა უნდა მაქვს, თუმცა ეს ჩემია. და როგორც რაღაც ინტიმური რაღაცა, კი ბატონო. გაქარას კეთილი მანქანა ყოველთვის იქნება კეთილი ყველასთვის. კი ბატონო. მე რა მაინტერესებს იცით ახლა აი რამდენად რთულია ემოციურად ეხლა თქვენ უფრო მეტი შეხება გაქვთ მიუსაფარ ცხოველებთან ვიდრე ეხლა ნებისმიერ შეიძლება მოქალაქეთა აი თქვენთვის რამდენად რთულია ემოციურად რო ხედავთ აი მის უხართ ხო ის სხვადასხვანაირ მდგომარეობაში გინახავთ თქვენ მიუსაფარი ძაღლი აი ემოციურად თუ არის ისეთი ძალიან რთული გეტყვი ვულწრფელად ბოლო 2 თვეა ისეთი ინტენსივობით აღარ ვდებ პოსტებს ესე ვთქვათ რა. დაჟე იქამდე ვიყავი მისული ემოციურად რომ საერთოდაც ვიფიქრე რომ შევეშვებოდი რა. აი კითხვაც მქონდა ამის შემდეგ თუ გიფიქრიათ რომ თავს დავანებეთ ხო და ბარემ მაშინ აქვე მითხარ და ეხლა დაემთხვა დაახლოებით 2 თვეა გასული. აი რა გითხრათ რა დეპრესიაც არის და დეპრესიაც. კაი რა. ხდება ისეთი იმედგაცრუებები და გულის გატეხვები. აი რა გითხრა, აი რომ აი გადაყლაპვაც კი შეუძლებელია რა. ხო. და რო არა ის ფაქტი, რამაც გადამაფიქრებინა მე. რა იყო ეგ, რამაც გაფიქრებინათ ჯერ მოდი მე всё უკვე თავი დავანებო, ეს მივხვდით რომ რაღაც მძიმე ალბათ ის სურათები რასაც ხედავდით და რაღაცა შეიძლება დამოკიდებულებებიც ისეთი გულგასატეხი, მაგრამ აი რა იყო ის რამაც არა უნდა გავაქცევო. ეს იყო სამომავლო პროექტი ჩემი და გეგმა განვითარებისა. რასაც წლებია ვცდილობ რომ გავაკეთო. თუ კი შეგიძლიათ რომ გითხრათ, საინტერესოა. უცბად გამოჩნდა რაღაცა საშუალება იმისა, რომ ეს გაკეთდეს. აჰა. ეს უკავშირდება სოციალურ საწარმოს. ოღონდ ჩემებურ სოციალურ საწარმოს. მაგალითად? თქვენებური როგორია? სოციალურ საწარმოზე ფიქრი როცა დავიწყე, თავიდანვე ძალიან ღრმად ჩავეძიე ამის თვითონ მექანიზმში, სტრუქტურაში და ასე შემდეგ. და თან სიმართლე გითხრათ, ჩემი პროფილიდან გამომდინარე, პროფესიიდან გამომდინარე, მქონია რაღაც კვეთები რა. ხო. ბევრ რაღაცა მომწონს, ბევრ რაღაცა არ მომწონს. აჰა. ჩემს შემთხვევაში რაღაცა მექანიზმი შევქმენი, რაც მინდა რომ გავაკეთო ძალიან. აი ზუსტად ეს ფაქტი იყო, რამაც გამომაჯამრთელა აი ამ დეპრესიიდან. ხო. რაც გავიარე რა. რა გავიარე ამას ვერ ვიტყვი, უბრალოდ ეს მიახლოებით ვიტყვი, რომ ეს იყო აი გულწრფელი დახმარების საპასუხოდ წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობა და რაღაცა რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია დეპრესიამდე როცა მიყავს რაღაცას ადამიანი უკვე ხვდებით როგორი სამწუხაროდ ესეთი ფაქტები არა ერთი და არა 10 უბრალოდ არ გამაქვს არასოდეს ჩემ გვერდზე ვერ ნახავთ ვერც ერთ და ესეთ ნეგატიურ რაღაცას რა. იმიტომ რომ კეთილი მანქანა ქვია და როგორ შეიძლება კეთილი მანქანაა ხო, თუმცა რაღაც ჩემი აზრია რომ რაღაც დოზით მაინც უნდა იყოს შეიძლება სრულად არ თქვათ ის რაღაცები, მაგრამ რაღაც დოზით უნდა გაიგოს იმ ხალხმაც რა, რომ ეგრე არ არის, მე რომ კეთილი ვარ და სიკეთეს ვაკეთებ, რაღაცა შენგანაც უნდა პერსონალურად გავდივარ ხოლმე მაგაზე და ხშირად ვახსენებ, რომ სიკეთე არ ნიშნავს სილენჩეს. აბა რა. ანუ კეთილი არ არის დებილი. კი ბატონო. კეთილია. კი ბატონო, ვიღაცას ეშლებათ და ეგრე არ არის. მე განსაკუთრებით ნერვიულობ ხოლმე, მე თვითონ ძაღლი მყავს და დიდი ხანი ადრეც ყავდა ძაღლი და ეხლა მყავს და
როცა ვასწავლებ ხოლმე, განსაკუთრებით ნერვიულობ ზამთარში, როდესაც არ ვიცი, საოცარი სიცივე არის და მეშინია რომ მიუსაფარი ცხოვრები არ გაიყინონ გარეთ და ზაფხულში, როდესაც წყალი ელემენტარ საკვებს რო თავი დავანებოთ. ელემენტარული წყალი არ აქვთ ხოლმე ძაღლებს. თქვენ თუ გქონიათ შემთხვევა, რომ გინახავთ ან ისეთ მდგომარეობას ზამთარში მაგალითად გაყინვის საშიშროება ქონდა ზაფხულში, რაღაც ესეთიმებს თუ შეხვედრი ხართ. ეგ არის ჩემი ცხოვრება. როცა დავიწყე ამაზე ფიქრი, როგორც კი ვნახე დასაბინავებელი ცხოველი, ავდექი და დავაბინავე. კი ბატონო. მერე იყო რა, მოუწია ისე რომ ზაფხულის პერიოდში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გარდა იმისა, რომ წყურია ამ ცხოველს, არის კიდე დამატებით უამრავი საშიშროება უწყლობის გამო. ხო. ცხოველისთვის უწყლობა განაპირობებს ბევრ მომაკვდინებელ და არა მარტო დამავადებელ საშიშროებებს, საზოგადოებისთვის რა. კი ბატონო. ეს არის აუცილებელი. მევიდა წყლის დადგმა ხშირი შემთხვევა იყო ისე რომ ჯამით ან რაღაც დროთა უდგამ ქრება იქცევა და დადგურდება. დავიწყე მე მუშაობა როგორი მექანიზმით შეიძლება შეიქმნას რაღაცა რეზერვუარი რომელიც სუფთა იქნება, გამოყოფს წყალს, არ დააბინძურებს და რეზერვუარს მუდმივად შეავსებს. კი ბატონო. მოვიგონე ესეთი საშუალება, რომელსაც დავარქვი ბაბაჯანა. აბა ბაბაჯანა. სხვათა შორის ბაბაჯანა არის ძალიან მარტივი კონსტრუქცია და ეხლავე გულწრფელად გეტყვით, რომ ინდოეთიდან დამიკავშირდა ერთი ტიპი. კაი. რომელიც იყო გამგებელი, აი როგორც ჩვენთან გამგებლები ვართ. ხო. აი ეგეთი გამგებელი ტიპი ვიღაცა რომელმაც თავისი უბნისთვის გადაწყვიტა რომ ცხოველებისთვის გაიკეთებინა ესეთი რეზერვ, ანუ ნახა ხადღაც ინტერნეტში ჩვენი ამბავი და მომწერა რომ თუ შეგიძლიაო მეგობაროო რომ ეს იდეა გაგვიზიარო რომ ჩვენც გვინდა დავაყენოთო და ბაბაჯანები დგას ინდოეთში. ვაიმე რა მაგარია, ბაბაჯანები ინდოეთში გადასარევი. ო მე საკვებურები გავაკეთე. ეს ბაბაჯანი თქვენ კონსტრუქცია თქვენ ააგეთ? ჩემი საავტოროა. დაპატენტებული ხო? მერე ყველაზე ისე განსაკუთრებული რაც ჩემი მოგონებაა. ხო. ეს არის ეტლი, ინვალიდი ცხოველები. აი მე აუცილებლად მქონდა მაგაზე კითხვა, ჩემი და თუ გნებავთ მაშინ აქვე გავიაროთ. აი მე რომ ვნახე ეტლის ამბავი, აი ისე გამიხარდა. რაღაცაით ახალ სიცოცხლეს აძლევს ცხოველს და უბრუნებს იმ რაღაც ბედნიერებას სიცოცხლისადმი და აი ამაზე მომიყევით აუცილებლად. მე მაგალითად გამიგია რომ არ ქონდათ ეტლი და რაღაცა ბევრს მოუწია ძაღლის დაძინება. ხო და აი ისეთ კარგი რაღაცაა რომ ეხლა უნდა მომიყვეთ კარგად ამას. მეგობართან ვიყავი, ერთ-ერთ ბონიძიებაზე და იქიდან ცოტა ისეთი ალკოჰოლის სულ ზემოქმედების ქვეშ გამოვიარე და აი ეს კადრი ეხლა არ მომშორდება თვალებიდან. ხო. ძაღლი რომელიც მოხოხავდა უკანა ფეხებით და აი რო დაგინახავს ვიღაცა ნაცნობი. ხო. და შენსკენ რომ გამოექანება და თქვათ ისეთი ნაცნობიც არ არის რომ მოგესალმოს. ხო. მაგრამ აი რომ მოგიახლოვდება და ახლოდა რომ გიყურებს. აი ეს მომენტი ხო ყველას ჰქონია. კი, როგორია. გარეთ გამოვედი, მაშინ ვეწევოდი საქმეს ვაკეთებ. ხო, მოწევა. მე პაპიროზს და გამოიქცა შორიდან ესე ფორცხით მოვიდა და მიყურებს. და მეც უყურებ და არც მე არ ვიცი რა გავაკეთო და არც იმან არ იცი რა გააკეთოს რა და მაგ დროს ხო ემოციებიც ცოტა ისეთია გამძვინვარებული პროფესია მაგას და ძალიან ჩამივარდა გულში რა ეს ამბავი და იმის მერე ზუსტად 3 თვე მოვანდომე ინფორმაციის მოძიებებს შევაწუხე ძალიან ბევრი ორგანიზაცია უცხოეთში სხვათა შორის მადლობელი ვარ გერმანიის და ავსტრიის რაღაც კლინიკებია, რომლებმაც აი ეს მიმიღეს. რა მაგარია. მასწავლეს რაღაცეები, მთელი ანატომია იყო ეს თუ რაღაცეები, აი კლასობრივად დაყოფილი ვისწავლე ავითვისე, მე ამაზე მორგებული რა უნდა ყოფილიყო კონსტრუქციები შევადგინე, დავაკეთე ნახაზები, პროექტები და შევქმენი ეტლი.
რომელიც კოკოშას მოვარგე პირველი. ხო და კოკოშა გაოცებული მიყურებდა რა მინდა. ხო და პირველი ძაღლი ვინ იყო მე ესეც მითხარით, ვისაც გავკეთე. ეტლზე ეს ცუგრუმელა ცხოვრობდა მრგვალ ბაღთან. ხო. გიორგი ახლა თუ მიყურებს ჯორჯ. მოვიკითხოთ. დიდი პატივისცემა ჩემგან, თელ ოჯახს. ყავდა ცუგრუმელა, ქუჩიდან შეფარებული რა თქმა უნდა, რომელსაც დაემართა ცუდ დაავადება და იყო ძალიან დაასნეულებული რა, ძალიან. და უძულურებაში იყო რა ესე ვთქვა. ამ ცუგრუმელასთან რომ მივედი, აი ძაღლს სიცოცხლის არაფერი არ ეკითხებოდა თვალებიდან რა. სურვილის გარდა. ხო. რომ აი უნდოდა. ხდები და მოკლედ პროცედურულად ესე ხდება, რომ ჯერ მივდივარ ვიღებ ზომე, ვებულობ ზომებს და მე ამ ზომის მიხედვით ვაკეთებ ამ ეტლს და ხო. ერთ სიტყვით ავიღე ზომები, შევეცადე რომ აი მაქსიმალურად დროულად გამეკეთებინა, რომ მომესწრო რა, რომ ქონოდა, მალევე გავუკეთე, მიუტანე, მოვარგე რაღაცა მომენტი და თხოვე რა, რომ გეხვეწებით მეთქი, გამაგებინეთ რა იქნება რა. ხო. და წამოვედი. ნუ არ მაგებინებდნენ და მეც ვერ ვეყავდი რა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სუგა გაფრინდებოდა რა, უეჭვე. და ნუ რამდენი ახლა გავივლი გვაბალთან გამოვივლი, მინდა რომ ან შევეხმიანო, ან დაურეკო, ნუ ვერ ვბედავ, იმიტომ რომ მითხრას რომ აი მოკვდა, შეიძლება გავგიჟდე. არა და უსაყვარლესი, აი რა გითხრა რა, ხნიკივით ძაღლი. ხო და გადის დაახლოებით თვენახევარი თუ 2 თვე და მირეკავს ერთი გოგო. მეგობარი ჩემი. ზაქარია უეჭველი შენი ნამოქმედარია, შენ ხო ესეთი ხარ, გიჟი გადარეული და ახდება მეთქი რა, აუ ეხლა გვალბახთან ვარ, რომ მანგო ერქვა ამ სუგას. ვაიმე მანგო. და სუგას ხედაო, ისე დარბისო და ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ უეჭველი შენი გაკეთებულია ეს ეტლი. რო შემახედა და მეთქი მანგო და ურეკავ ეგრევე პატრონს, რატო არ ვიცარით მეთქი თუ ეს. ამ ფეხას ნერვიულობ კაცი. ესე იგი გამოძრა იმის მერე 2 თუ 3 წელი. ღირსეო დაჟე კიბეებს დადიოდა. კაი რა. ო აი დაფრინა. კი. რა მაგარი. ერთი 5 ჯერ დაამტრია, ისე დაამტრია თან რომ აი სიხარულით რომ მიულბოდი რომ მომეცი აღვადგე. ხო, ხო. თუმცა რაღაცა ბოქსებში შევიყვანდი, გავაკეთებდი, ოპ, მივყვანდი ისე ახალ ნავაროტებს. რა მითხარით? აი, კი რაღაც ემოციური მეებს ფეხებით, მაგრამ ნუ ემოციურია თემა თვითონ რა. ეხლა მიუსაფარი ცხოვრები არ შეიძლება ემოციების გარეშე მაგაზე ვისაუბროთ და აი სხვაობა. აი რომ მიხვედით, მიდიოდით დაუშვათ სუგასთან რომელსაც ეტლის სჭირდება, მისი მდგომარეობა და ეტლის შემდეგ მისი მდგომარეობა. აი წამებში ცვლილება. აი ხო გუშინ წინ კალბატონი ელისოა იქით იმაზე რა ქვია, ბახტრიანზეა. რა გითხრათ რა ეს ხელით მოიყვანა აწეული ცუგრუმელა, ანუ წელსქვევით აღარაფერი აღარ არის ეს. ხო. და ზუსტად ერთ წუთში შეიცვალა იმის ცხოვრება. ანუ აი ეს როგორც კი ყავ, ეტლში ჩავსვი, დავაფიქსირე და მეთქი ალე, ჰოპ, გავუშვით ხელი და დახს რაღაცა ჭირს იმ მომენტში, რომ სადავარ და ეგრევე გარბის. და გარბის აი უსასრულობაში რა, ყველაფერი უნდა, იქ ბალახებში უნდა რაღაცა უნდა ეგრევე ადაპტირდებიან ხო ეს ეტლზე ძირითადად კი აი მდგომარეობიდან გამომდინარეა რა აი რა მდგომარეობა აქვს რა პრობლემა აქვს მე მინდა რომ ეს კარგად გავაჟღეროთ და ისე ნახეთ აი გიკავშირდებათ იმიტომ რომ ჩვენც რო ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს რომ ეს შეიძლება რომ დაგიკავშირდნენ და უშუალოდ ჩემ ძაღლს ასე ხო პირდაპირ და თქვენ ეხმარებით მიუსაფარი ცხოველის შემთხვევაში თუ ეს ადამიანი ქუჩიდან აიყვანს ცხოველს კი ბატონო ეს პრობლემა აქვს ღებულობს სრულიად უფასოდ. აი მე გიждები. სრულიად უფასოდ ღებულობს. ესეთი ეტლი არის როგორ რაღაცა იცი მსგავსი რაღაცები არის იყიდება სხვადასხვა საიტებზე უცხოეთში. ხო. მაგრამ რა გითხრათ, პერიოდულად, ანუ წელიწადში 3-ჯერ 4-ჯერ გერმანიაში, ავსტრიაში გზავნია მეტლებს. მართლა? ხო. და იმათ აქვს ახლა იმის საშუალება, რომ აქედან არ წაიღონ და იქიდან წამოიღონ. ხო. და თან ესენი არიან მედპერსონა ხდებით, ვინც ამის რეაბილიტაციაზე მუშაობენ და ასე შემდეგ. ხო. მიაქვთ, იმიტომ რომ ძალიან გამომდგარია. კონსტრუქციულია, მყარია, მდგრადია და
ზუსტად ისეთია, როგორც უნდა იყოს რა იდეაში. ისეც ხო შეიძლება სხვა შეიძლება მიუსაფარი არა უყანია და რაღაცა წყავდა და ამ შემთხვევაში რა ხდება? თუ საკუთარია, აი როგორ რაღაცა იცი, ყველაფერს ხო მე ანუ ფიზიკურად ვერ გაწვდებით ამდენ რაღაცას, ხო? ნუ ეგ ხა ლოგიკურია. და არ წარმოგვიდგენ რაღაცას. კი ბატონო. შესაბამისად აი ვის არის იმასთან ცოტა მოგზალებით შევდივარ ხოლმე რა დიალოგში, იმიტომ რომ რაღაცით ვცდილობ რა, რომ დაანაზღაუროს ის. ხო, რა თქმა უნდა, ეხა მინიმუმ ისიც ხო ის მაინც ხო უნდა იყიდოთ თქვენ კაცო, რასაც კონსტრუქციას რაც სჭირდება, ხო? ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. აი ხა ეგ ლოგიკური არის და საკუთარი შემთხვევაში აი ვაორმაგებ ხოლმე რა, აი სახლებზე ზუსტად ეგრევე. ხო. როცა მომართავენ და უნდათ აი ვაორმაგებ იმისთვის, რომ იმასაც დაუმზადო და იმდენი მასალა დავრჩეს, რომ სხვასაც დაუმზადო. მოდი რა ვქნათ, იცით? აი ჩამოვყაროთ ახლა ის პრობლემები, რაც დგას მიუსაფარი ცხოველების ცხოვრებაში. ვისაუბროთ გამომწვევ მიზეზზე და მოდი ვისაუბროთ ჩვენი თვალით დანახულ გამოსავალზე. რა არის, იცი, პირველ რიგში აი ეს ბოლო 2-3 დღის ამბების მიხედვით, ხო, რაღაცა საკანონმდებლო კუთხით რაღაცები დაიძრა. აჰა. და მე ვარ ბედნიერი ამ კუთხით, რომ რაღაცები უნდა დაიძრას. ხო. კანონის დონეზე უნდა აღიკვეთოს ეს უბედურება. ანუ კაცრი კანონი თუ არ იქნა ამ კუთხით, ისე ვერაფერი ვერ გვეშველება. ძაღლი არ უნდა იყოს და ცხოველი არ უნდა იყოს გასართობი. არც უნდა იყოს მოდასაყოლილი არიან და მე რაღაცა ვეღარ უნდენ და გარეთ უშვებენ და ეგრე არ არის რა. კი ბატონო. აუ მე ძალიან წავედ რეაგირებ ასეთ თემებზე და ეწყობა. ხო მე ეხლა შევეცდები არაფერი არ ვთქვა, თორე ისე მე დავალიკოს უყველას მოკითხვებს უგზავნით ხოლმე და მარტო. კი ბატონო, იმიტომ რომ არა, ანუ ისა მიცით რა ხა მეტისი არ მინდა. აი, სუფთა სისხლის ძაღლი უნდა იყოს. ნუ აი მაგ დროს გვარს ვეკითხები ხოლმე. ხა. დაგვარი ხარ, ხო და? კარგია, კარგი. ნუ რამოდენიმეჯერ მომივიდა ეს თირამე, მე მეთქო რომ ვინ არის იმას რომ გითხრა. ისეთი გვარი გითხრათ რამე? ხო რა, ეხლა ის მინდა და არა, ღმერთმა ყველას მიცეს. რაზეა საუბარი, მაგრამ ანუ თავის დროზე ეს კონკრეტული ჯიშებიც მაგიტომ შეიქმნა ალბათ, რომ ვერ დაკმაყოფილდა ადამიანის ეს სადღაც მიმავალი გზა. და მე ამას მოაქვს ის ამპარტავნება რაც ხდება რა, რომ ძაღლი აჩუქე რა. ხო. აუ ძაღლს ვაჩუქე ძალიან საყვარელია და იმას ჩუქნის და ფუ ბეწვი აქვს და ხო, იმე ბეწვით ცვივა და მე ხდება ქუჩაში ეს გაუბედურებული, ან ვიღაცა წაიყვანს მე სადღაც დააბავს, დააყრევინებს ლეკვებს, ამ ლეკვებს გაყიდის. აი ზუსტად აქეთ იწყება ეს საკანონმდებლო ამბები, რომ მოხდეს აღრიცხვა, მოხდეს კასტრაცია, სტერილიზაცია. აი კი ბატონო, ეგეც უნდა აღნიშნოთ, რომ კასტრაცია სტერილიზაცია არის გამრავლება ესე უაზროდ არ კონდეს ყველას, აი მე არ მქონდეს ამისი განაშენიანების უფლება. კი ბატონო. კონდეს ვიღაცას, ვისაც პასუხისგებლობაც ექნება. აი თავიდან ფიქრე რომ დავიწყე გამოსავალი და შეიძლება ყოფილიყო ეს ჩავთვალე საჭირო და აი მაგიტო დავიწყე, ეხლა მე იმას არ ვამბობ, რომ ჩემი დამსახურება ექსისურელია. რაზა? ამიტომ დავიწყე ესეთი ხმაურიანი ვოიაჟები, ტურნეები. აი გმინდა თქვენ რას აკეთებთ? აი მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების კუთხით თქვენი აქტივობები რას მოიცავს? ყოველი ვიდეო რგოლი, რომელიც იდება სოციალურ ქსელში ჩემი ავტორობით, ხო? ხო. ყველა არის სამაგალითო. აჰა. იმდენად სამაგალითოა, რომ ნებისმიერ აუდიტორიას აქვს საშუალება ნახოს. ეს მხარე და ეს მხარე. ხვდები, ანუ კი ბატონო. შემდეგ უკვე თავისი გადასაწყვეტია. დღევანდელ სეგმენტში დაჟე აი ესეც მინდა გაჟღერდეს ძალიან კარგად. და მადლობა რომ ამას გააჟღერებთ. თვითონ ცხოველთა დამცველების გზაც და ეგიდის თუ რა ქვია მაგას. ხო. ძირითადად მოიცავს მენეჯერულ პოზიციას. აჰა. ნახე როგორ რაღაცა მე არ ვაკეთებ ფიზიკურად. ხო? ანუ ჩემ ფიზიკური ჩართულობა არ ხდება ამაში. მაგრამ ვაგვარებ. ოკეი. ნები, ანუ ვაგვარებ რაპონჩი, პოსტებ, მე იქიდან ამას ვიღებ, აქედან ამას გზავნი. რაღაცა შემთხვევაში ვერ ვიტყვი რომ აგვარებს კი? აი ესე ჟარგონით ვიტყვი რა, რომ აბალშომუ ვერ აგვარ. რა თქმა უნდა, ყველაზე ამას არ ვამბობ და არიან და ყველას მადლობას ვეუბნები გულით და სულით.
თუმცა აი ძირითადი ეს რა ბირთვი არის ესეთი. საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც სტუმრობთ ხოლმე თქვენ ხშირად და აი ეგ ესეც რომ მომიყვეთ მე რო როგორ ხდება კლასის თქვენი თანამშრომლობა? სახელმძღვანელოში ამოვყავი თურმე თავი. მე თორემ არ ვიცოდი ბავშვებმა მითხრეს თვითონ. და მადლობა იმ გუნდს, განათლების სამინისტრო იყო თუ ვინც იყო, მადლობელი ვარ, ვინც შეიყვანა და ჩამთვალა ღირსად. ხო, ავტორებმა. ხო, მე პირადად დიდად არ ვთვლი ღირსად ჩემ თავს, მაგრამ არა, იცი, უნდა გაჟღერდეს ასეთი რაღაცები, იმიტომ რომ ვიღაცამ წაიკითხა, ვიღაცისთვის მაგალითი იყო, თუ ვიღაც ზოგადად მე მგონია, რომ ეგრე არა, სიკეთე არის ძალიან გადამდები, ჩემი აზრით. იმიტომ რომ იმას რო ხედა, მე შენც გიჩნდება, რომ აი მოდი მეც ვიზა. არა, თუ იმაში. არა, არის, კი, მართლა. იმუზია ხო არ არის ჩემი. არა, მართლა გადამდებია. მაგრამ აი კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა რა. კი ბატონო. თუ განგებამ არ უშველაო ეგ თემაა რა. ხო. მე მადლიერი ვარ იმისა, რომ მომავალი თაობა არის ბევრად უფრო საღი გონების პატრონი და გემრიელი გონების პატრონი. მართალია ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან ბევრი ორგანო მუშაობს იმაზე, რომ ეს გონიერება რაღაცა ჩაუშხამონ და რაღაც სხვა სიბილწეებში გაატარებინონ. თუმცა მადლობა ღმერთს, რომ მათ აქვს ანალიზის და გააზრების უნარი. ძალიან მაღალი. და არიან ნიჭიერები. აი მომავალ თაობას ქეთს უხრი და მიამაყება სულ ყველა. იმიტომ რომ ძალიან მაგრები არიან. მე სადაც მივდივარ, ყველაფერი უნდათ რომ გააკეთონ. საერთოდ ყველაფერი რა. აი პიტერ პენივით მიწევს ხოლმე რა. მე არასოდეს არ ვიქნები დიდი, ყოველთვის ბავშვი ვიქნები რა. ყოველთვის მოხუცით რო ვიყო თუ მე ვიქამდე. და ეს რა ქვია ხარე ეს ბაზა საბავშვეთი არის ყველაზე გულწრფელი, ყველაზე კეთილი და ყველაზე უბოროტო რა. ზუსტად, ძალიან სუფთა. და მინდა რომ შეიძლება ხუდად ჟღერდეს, მაგრამ პირველი თემა მაქვს ხოლმე ის რომ განვიხილავთ ძალიან ბევრ საუბრობთ რომ მივდივარ რა სკოლებში. მნიშვნელოვანია. პირველ შეკითხვას უცვლამ ხოლმე რომ აი როგორ ფიქრობ ეს ქვეყანა, აი როგორც ნივთი, როგორც აქსესუარი, როგორც სიმდიდრე შენია, აი პიროვნულად. ხო. როგორ პასუხს ამხო. და მე ვიწყებ საუბარს. რიტორიკულად. ხო. საუბარს ვიწყებ და მივდივარ ბოლოს უკვე იმ პასუხამდე რომ კი ჩვენია. და გვაქვს შემართება იმისა რომ თუ ამბობთ ჩვენია, ესე იგი ჩვენი მოსავლელი. კი ბატონო. და ამაზე ვთანხმდებით ყველა. როცა თქვენ დაგიკავშირდით, მე აუ, ჩემთვისაც რა კომფორტულია, ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ახლა. არა, ეგრე ჯობია. როცა დაგიკავშირდით, გიჟური რაღაცა დღე მაქვს ესე მითხარი, მიუსაფარი ბავშვებისთვის ღონისძიებას ვაკეთებო. აი ამაზე რომ მომიყვეთ, იმიტომ რომ გარდა მიუსაფარი ცხოველებისა, ჩემთვის ძალიან, ჩემთვის და არა მარტო ჩემს ალბათ ყველასთვის ეგ ნაწილიც ძალიან ისეთია მტკივნეო და მითხარით. ეხლა 4 რიცხვში ბევრი წელია ვაკეთებ ამ ღონისძიებას ესე ვთქვათ. ყოველ 4 თუ რა? ივნისს. ყოველ 4. კი, რამოდენიმე წელი ჩაგვივარდა. ხო. მაგრამ მადლობა ღმერთს წელს გავაკეთეთ. წელს გვიმასპინძლა შუაგულმა, აქედან მადლობას გადავუხდი, დიდ მადლობას. და 200-მდე ბავშვი. ხო. ბავშვისთვის მოვაწყეთ აი რაღაცა გადარეული დღე. აუ რა მაგარია. ეს ბავშვები არიან როგორც მიუსაფრები, ასევე მიფარებული, შეფარებული ყველანაირი. ხო. ყველანაირი ბავშვი იყრის ერთად თავს და აი ზუსტად სოციუმი რასაც ქვია. ხო. იქ არაფრით არ განსხვავდება მდიდრის ღარიბის უპატრონოს თუ პატრონიანის ერთობა. ან ეს დღე მოიცავს თლიან სიყვარულს. ისეთი გამოწვევა რა იყო ყველაზე რაც გახსოვთ რომ აი იმაში იყო ძალიან რთული გამოწვევა იყო და გადალახეთ. ძალიან ესეთი ცუდი ეხლა არ მინდა მაგების თქვა. იმიტომ რომ იმაში გაშევა. მე გული მტკივა ხოლმე. რა არიცი, სამწუხაროდ ამ სეგმენტს მე როგორც კი ჩავყავი თავი. ხო. და შევიხედე კულისებში, მივხვდი რომ თქვათ გულისხმობ ცხოველთა რაღაც. ხო არის რაღაც სფერო. როგორ არის ცხოველთა ვიღაცეები. ცხოველთა ვიღაცეები კი ბატონო. ხო და რო შევიხედე
არ მინდა ეხლა სულად გამომივიდეს რა, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით რა, მარტო 800-ზე მეტი სახლია უბრალოდ მოპარული. აი ეს რომ მივიტანე და დავდგი და მოიპარეს. რა სიძახი. ამის გარდა, ნუ მქონია ისეთი დახვედრები, ვიღაცები რომ დამხვდნენ და ძმაო და რას მეუბნებით? ეხა გინდა აქ და ქონდა კიდე ზარები რომ მოდი ძმაო 50 და ეხა კიდე ჩამოგითვალო? ჩემი საქმიანობით ვიღაცამ გააკეთა ორგანიზაცია რომელმაც ჩემი Facebook გვერდი მიაბა თავის რაღაცაზე და უცხოეთიდან დონაციებს ღებულობდა. არ გადამრიო. კიდე გავაგრძელო? საინტერესო, უნდა გააგრძელოთ. ახლა გავაგრძელო. ანუ, ეხა ყველაფერს ვიფიქრებდი, ამის გარდა ამ საქმეშიც ასეთი კი. აი, სრული შოკი, სრული. კი. სამწუხაროდ. სამწუხაროდ, თუმცა გადაილახა. რა თქმა უნდა. მე არა ვარ ის ტიპი, რომ მოდი, ვანკო, მოდი. გარჩევები და რაღაცეები. ხო. გამოვედით მაგ ცხოვრებიდან, მადლობა ღმერთს. ეხა რო გადმოხედავთ, აი გვერდიდან რო შეხედავთ თქვენს ცხოვრებას. გიფიქრიათ ოდესმე რომ მე ამას გავაკეთებ, ესე რაღაც, აი სხვა ბავშვობაშიც გვიფიქრია რაღაცებზე, რომ აი ესეთი მომავალ. არასოდეს. ამოგიტრიალდა საერთოდ, რაზეც გიფიქრიათ ის ყველაფერი, ხო, ამ საქმეში. გიფიქრია ძალიან კიდურესად მოყვარული ვარ ჩემი ქვეყნის რა, აი ძალიან მიყვარს. იმდენად მიყვარს, რომ გიждდები. აი ყველა ხე მიყვარს და ყველა ფოთოლი რომელიც ამ ქვეყანაში ამოდის რა. მოდით ჩვენ მივცეთ რჩევა ჩვენს თანამოქალაქეებს, ბავშვებს, დიდებს, ყველას მივცეთ რაღაც რჩევა. ეს რჩევა მინდა იყოს გამომდინარე თქვენი იმ ხედვიდან, რასაც ხედავთ ხოლმე, როცა მიუსაფარ ცხოველებთან მიდიხართ და მიგაქვთ საკვები, რეზერვუარი, ეტლი თუ სახლი. პირველ რიგში ალბათ გულწრფელობაა რა ყველაფერი რა. ის რისი გაკეთება ჩვენ შეგვიწვია რაღაცა გავაკეთოთ რა და ეხლა ყველას მინდა უთხრა მადლობა. აი როგორი მომენტია იცი, არასოდეს არავისგან არ მithოვია მოწყალება. ხო. მაგრამ მადლობა ღმერთს რა, აი დღემდე შემიძლია ვთქვა, რომ აი ზუსტად ისეთ მომენტში ისეთი ადამიანი შემოვა ჩემ ცხოვრებაში. ხო. რომ და ისეთი რაღაცით დამეხმარება, რაც მაძლიერებს იმაში, რომ აი ხვალინდელი დღეს ნაყოფიერი მქონდეს რა და მე მინდა თითოეულ მათგანს უთხრა ძალიან დიდი მადლობა. კი და მე მინდა რომ ასეთი ადამიანები ბევრი იყოს. იმიტომ რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და სჭირდება მიუსაფარ ცხოველებს ვიღაც ვინც ეტყვის რომ არა მარტო არა ხარ შენ, აჰა შენ სახლი და აჰა საკვები. სჭირდება. და მას თვალებში იმხელა სევდა, აი მართლა რო დავდივარ და ვხედავ იმხელა სევდა და ტკივილია რაღაცნაირად რომ აი გული მრჩება იქვე და რა გავაკეთე, წყალი ვუყიდო, საჭმელი ვუყიდო და ნუ რაღაც ამაზე ვარ. და ყველამ რომ ჩვენი რაღაცა ერთი აგური დავდოთ ამ საქმეში, რაღაცა გამოვა. კი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩამოჯექით. მადლობა. გვიყურეთ და გაიგეთ ამ სიკეთების შესახებ უფრო მეტი. ჩამოჯექით. შედორთ. Jump